სუკის ვარჯიშს ყოველთვის ამ ელექტროებით ვიწყებ, ორი სერია მაქვს. 7-დანათი გამეორება, მაგრამ ახლა ვნახე რომ მანქანა მოვიტანე ტრენაჟორი ზურგის და შეიძლება შევცვალე, იმიტომ რომ არ მევასება ეს წონის დაკიდვა ესე. ორი სერია მაქვს 7-დანათი გამეორებით და მის მიერ გადავდივარ ზურგის ვარჯიშზე. და იქ აგიხსნით, ახალი რუტინა გვაქვს, ახალი შექმნით საფხულისთვის. აქ გავაკეთებ ბილატერალ, ანუ ჩამოკაჩვა რა ეს ფიამას ქართულად არ ვიცი. და ამის მიერ გადავდივარ აქ მაქვს ფაიომი მაქვს, ორი სერია მაქვს. 7-დანათი გამეორება, მე მაქვს ტოპსეტები მაქვს, იმიტომ რომ საფხული ვარ ისე შევცვალე, იმიტომ რომ ტოპსეტიაც და ტოპსეტი და ვაკოფს რო ვაკეთებ რილნოლი და რილეთით იგივე პროგრესი გაქვს, რაც ფაიოზე გააკეთო. როლ ზაფხული ვარ ის ხარ ძალიან როცხელა, ფაიოზე უფრო მეტი სტატი გაქვს, ხილება გაქვს ასე ვთქვათ და მაგით აღარ ვაკეთებ ეხლა ზაფხულში. და ვარჯიშებს მე რო გადავალით, გაგეხსნით ან რომელი ვარჯიშები შევცვალე, ზოგი მაქვს ფაიომდე, ანუ მაგას არ შევცვლი, იმიტომ არა პროგრესული იქნება ჩემს აზრით და დანარჩენი მაქვს ტოპსები და ვაკოფები რილ ერთებით ასე ვთქვათ, იმიტომ ჯერ ახლა პირველი მე სოფით რო არის ეს დაწყებული, ახალი რუტინა რო შევადგინე. ვაკეთებ ტოპსეტი ვაკეთებ და ვაკოს ვაკეთებ, აგერ ვაკეთებ ფაიომდე, ბოლომდე ვაკეთებდი 2 სერია მქონდა. მაგრამ ახლა შევცვალეთ, ზაფხული ვარ ისო ფაიომდე ძალიან გოლის და ტოპსეტი არ გოლის იმდენად. მათთან მელოდებიან და ანუ მე რეგენერალ სხვა რაღაცებს აგიხსნით. რილეთით ვაკეთებ და მე პროგრესი გვქონდა მაგე, ანუ ასე ვთქვათ. აქაც გვაქვს ტოპსეტი და ვაკოფი გვაქვს, ცალმხრივი, ანუ ეს არის დორსალის ასე ვთქვათ. და რატო ვაკეთებ ცალმხრივს? იმიტომ რომ ყოველთვის სხეული გვაქვს, ასიმეტრიული სხეული ასე ვთქვათ, ერთი მხარე გვაქვს დიდი, მეორე მხარე გვაქვს პატარა და ამით ყოველთვის ნებისმიერ ვარჯიშს რასაც ვაკეთებ, ფეხების გარდა, ანუ ყოველთვის მაქვს ცალმხრივი ვარჯიშები და ორმხრივი ვარჯიშები და ეს არის ერთი რომელიც ცალმხრივი მაქვს მარტო დღეს. აქ მაქვს ტოპსეტები დავუწიე მე ახლა 5-დან 7 მაქვს ტოპსეტი. და ბაკოფი მაქვს 7-დანათი გამეორებით, რილერთებით მაქვს, ანუ ყოველთვის როცა ახალ ვარჯიშს ვიწყებ, ხოლმე ასე ვთქვათ, მესოსი როცა ვქონი ხოლმე, რუტინას რო ვქონი, ყოველთვის რაც მაქვს ტოპსეტები მაქვს და ბაკოფები მაქვს, რილერთით ვიწყებ და მე რაც უფრო, ანუ გადის დრო რილნოლებში გადავდივარ. პროგრესი გქონდეს ვარჯიშის და წონებთან დაკავშირებით, რომ სხეული არ მიეჩვიოს, იმიტომ რომ სულ იგივეს ვაკეთებ რილნოლით, სხეული ასე თუ ისე ცოტა ეჩვა. კი ვცდილობ რომ გავაუმჯობესოთ, მაგრამ ეს ჯობია რომ ანუ რილერთით ვაკეთებ, მიეჩვია, მე რილნოლზე გადადიხარ ასე ვთქვათ. ეხლა დავიწყე პირველი მესოსიკლო არის, მიკროსიკლო ასე ვთქვათ, მესოსიკლო არა, პირველი მიკროსიკლო მაქვს. პირველი მიკროსიკლოს მე მოდის მეორე მიკროსიკლო და ანუ 5 მიკროსიკლომდე ავდივარ. გააჩნია როგორ ვარ მე-5 მიკროსიკლოზე, ვასვენებით ვაკეთებ შესვენებას და ამ ვაკეთებ ან კიდე ვამეორებ მე-5 საახლოებით. მაგას უკვე როცა ვრჩებით, ასე ვთქვათ, რა დაღლილება გვექნება ორგანიზმში, იმის ამით ვიქცევით. ეხლა გავაკეთებ ტოპსეტს. ყოველთვის როცა ამას ვაკეთებ, ასე ვთქვათ, დორსალს ვაკეთებ, იმ მხარეს ვიხარებ უნილატერალურს, ანუ ჩამოკაჩვა მეტი სტიმული ქონდა, ასე ვთქვათ რა. და ბოლომდე არ უშვებ, ასე ვთქვათ, ცოტა ხანი ეტოვებ. ეხლა მას გავაკეთებ, როცა ვილაპარაკებ. მე კიდე რაღაცებს აგიხსნით და ბოლოს გაჩვენებ, რამდენი კილო დავიკელი, გეტყვით და როგორ რატანზე ვარ, ასე ვთქვათ, პატარა პოზინგს გავაკეთებ, პოზინგი თუ არ მეგონი, პოზებს გავაკეთებ და შეაფასეთ, შევცვალეთ თუ არ შევცვალეთ თქვენ ნახევარში სხეული.
პოლია დავაყენეთ, ანუ კაბელი დავაყენეთ მეოთხე ნომერზე ასე ვთქვათ. და აქ გვაქვს ერთი სერია გვაქვს, შვიდანათი გამეორება ის გვაქვს ბოლომდე, იმიტომ რომ ანუ ტოპსეტი და ბაკოფი არ ექნება, არ არის პროგრესული აქ, იმიტომ რომ ბევრ წონას ვერ ვწევთ, ავწევთ ასე ვთქვათ. და მიჩვენე რომ ანუ ფაი უნდა გავაკეთოთ, რო აღარ შეგვიძლება, იმიტომ რომ უფრო ნაკლებ წონას გააკეთებ, ნაკლებ წონით აკეთებ ფაიოს, ვიდრე ტოპსეტი, იმიტომ რომ ხელი გაშლილი ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ წონას ვერ გააკეთებ და ანუ პროგრესი ვერ გექნება ასე ვთქვათ და არ დაგეღლება ასე ვთქვათ დორსალი ეს დაბლა ნაწილი ასე ვთქვათ. და მაგიტო აქ არის უკეთესი ასე ვთქვათ, რომ ფაი უნდა გააკეთო, აქ მაგ ერთი სერია მაქვს, მე ვცვლი და მე მაქვს ორი სერია. შვიდანაც მე გამეკეთებინა, 9 გავაკეთე. ეს ახლა შეცვალე ადრე ცალფერი მქონდა აქ. წყალი მიდა. ახლა გვაქვს იგივე, ოღონ ასე ვთქვათ, წეღან ვიყავით 4 პუნქტით დაბლა ვიყავით, ასე ვთქვათ. და ცოტა შორს ვიყავით კაბელთან, ასე ვთქვათ, შორს დგებოდით. ახლა ვდგებით ყველაზე მაღლა ვაყენებთ, რაც შეგვიძლია და უფრო ახლოს ვდგები, ასე ვთქვათ, ხლები რო გაგვიშლება. ფაქტიურად აქ ვდგებით წეღან უფრო აქ ვიდექით ორი ნაბიჯით უკან განსხვავდება დაძაბულობა, მაგრამ ანუ ერთი დორსალი მუშაობს დაბლა მხარე რო გაგვიზაროს ასე ვთქვათ. ამის გარდა შემოგვაქვს კიდე ფლაი ორმხრივი ფლაი ბილატერალური ორმხრივი ასე ვთქვათ ზედა უკანა მხარი, ორი თვეცას ზოგს ვაკეთებ, უკან მხარსაც ვაკეთებ და მე გვაქვს არ ვიცი კრუნს გავაკეთებ, ფოლიაზე გავაკეთებ თუ მანქანაზე გავაკეთებ თუ ანუ ჰამერზე რო დგები ასე ვთქვათ. ნახოთ რა იმიტომ რომ რაღაც უნდა შევცვალო, დავადაკო ის დაწერილი მაქვს რომ შევხედო როგორ დავაპროგრამო ვარჯიში და ეს პატარა ახლა რასაც ვარჯიშობ მე ყოველთვის რო ვარჯიშობ ახლა პატარა ვარიაციებს უკეთებ ხოლმე და უკვე მეორე მიკროციკლოში უკვე ჩამოყალიბებული იქნება 100%-ით ასე ვთქვათ. იმიტომ ყველა მანქანა რაღაცები არ არის აქ და რო ადაპტაციას რო ვაკეთებ თანაცინო რომ ბევრი რამე შევცვალო, რო არა ის პროგრესულად ვთქვათ გახდომაზე. რო ხდები, ანუ რო შრები ასე ვთქვათ, ბევრი ვარჯიშები შეცვალო. შეიძლება რომ ანუ დაზიანდი ასე ვთქვათ, რამე გიიტკინო, იმიტომ რომ მიჩვეული არის ორგანიზმი ახალ წონას და ახალ ვარჯიშს ვაკეთებ, ნაკლები წონა ანუ შენ რო ძაბალი ცხიმი გაქვს ასე ვთქვათ, ნაკლები ძალა გაქვს, რამე სიტკენ ასე ვთქვათ და მაგიტო რომ მე ვიტკინოთ, ანუ მე გაშრობის დროს ხომე არასდროს დიდ ვარიაციას არ ვაკეთებ. უბრალოდ ახლა რაც შევცვალე, 1-2 ვარჯიში შევცვალე. ოღონ პრინციპში ეს ამას ვაკეთებთ სამხრებს, ახლა ვაკეთებ ორ მხრებს, იგივე პოზიციაში, იგივე რიგში ასე ვთქვათ. რიგიც მნიშვნელოვანია ვარჯიშთან დაკავშირებით. ეს მაქვს ბოლოდან მესამე, ბოლოდან მეორე მაქვს ახლა ეს ასე ვაკეთებ და მე გვაქვს ყოველთვის მხარი, უკანა მხარე ასე ვთქვათ. და უბრალოდ პატარა ცვლილებები არის იგივე რა, ვარჯიშში, რომ ანუ ყოველთვის როცა გინდათ რომ დიდი ცვლილება შეიტანოთ უფრო, უნდა გააკეთოთ, როცა გაზრდაზე ხართ, ჰიპერტროფიაზე ხართ და რა გაშრობაზე, რომ რამე არ იტკინოთ რა.
ეხლა პერსონა გავაკეთო, ყველგან ვცადე, დაკიდებული რო ხარ, ასე მაღალ არ ვეკიდები. მაგაზე ძალიან ვიღლები, ანუ პრესი არ მიღლება, უფრო ჩამოკიდო რომ მაგაზე ვიღლები. ანუ ორივეზეც ვიღლები, მაგრამ 50-50-ს გადადის და არ მინდა რომ ეფექტური არ არის ჩემთვის. მე არის ხელებით რო ეყდრობი და ფეხებს მაღლა არც ეგრეც გავაკეთე, არც ეგ არის ჩემი აზრით პროგრესული. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვაკეთე მან, ანუ შეიძლება თავიდან როცა კარგი ვარჯიშია მან დაიწყო. მაგრამ მე 20 რეპეტიციას ვაკეთებ ერთ სერიაში და არ მაწყობს 20 რეპეტიცია, ანუ უკვე დაღეთან მღლის, ასე უკვე არაეფექტური არის. მე არის მანქანები, მანქანა არის, ორივე მანქანაზე როგორც ვაკეთებ, არაეფექტური არის, ზედაპრესს ვაკეთებ, ზედა ორ კუბიკს ასე ვქვა, ძალიან ხშირად არ ვაკეთებ და მერჩევნია აქ დავარეგულირ რომ მე როგორც მინდა ისე და ამას დავარეგულირ ასე ვქვა და ამას ახლა გავაკეთე და მე მაქვს ბრობალს მე დავაპროგრამებ ალბათ და მოდი ახლა გავაკეთებ, ორი ძალიან დამივიენ და უკვე $83 კილოდან ჩამოვედით 77 კილოზე თვენახევარში, ანუ გავიზომე ასე ვქოთ და 9.5% გვაქვს ცხიმი. სავარაუდოდ 8%-ზე და 8-დან, ანუ 7 და 8%-მდე რო ჩავალთ, მე ისევ დავიწყებთ გაზრდას. ერთ თვეში ველოდები ასე ვქოთ 8% ცხიმზე ჩავიდე და აგვისტოს მე ასე ვქოთ, აგვისტოს შუა რიცხვებში ალბათ. შეიძლება ადრეც ან აგვისტომდე ვაკეთებ ასე ვქოთ გაშრობას, თუ ჩავიდე 6%-მდე, კარგია თუ არა და ან სავარაუდოდ 8%-ს ჩავწდები, 7%-ზე ვიქნები. ჩემიდან წამოვედით, ეს არის ჩვენი დღევანდელი წონაც, ზომაც და გაშრობაც ასე ვქოთ. კიდე ალბათ სავარაუდოდ 6%-ზე ჩავალ, იმიტომ რომ კიდე დარჩენილი მაქვს ფაქტიურად 2 თვე. იმედია 60-დაც არ ჩავწდებით, 73 ეგრე ვიქნები, 74. იმიტომ რომ ახლა ვართ 9.5% ცხიმი გვაქვს ასე ვთქვათ. ანუ ჯერ არ მოურჩენილი ვარ, მართლა გითხრათ, ჯერ კიდევ ნაბიჯები უნდა გავიარო. მაგრამ ახლა რას ვიზავ, ამ ვიდეოს გავაკეთებ, რომ ანუ დღეს მინდა რომ ავტვირთო ეს ვიდეო და მე საღამოთი გამოვალ ასე ვთქვათ, ნაბიჯებს გავაკეთებ. უნდა გავაკეთო ნაბიჯები 1 საათი. მაგ დარჩენილი ასე ვთქვათ, იმ დღეს არ გამეკეთებია ნაბიჯები. ჩემი გაშრობა არის და ჩემს ვთქვათ, კარდიო ქვია, არ ვიცი, ანუ რასაც ვაკეთებ, ანუ არ დავრბივარ, არანაირ არც ველოსიპედს ვაკეთებ, უბრალოდ დავდივარ და დღეში გავდივარ 1 საათს, ანუ 6000 ნაბიჯს ცოტა, ანუ მინიმალურს. ეგ რაც დავდივარ და მე დღის განმავლობაში რომ მოძრავ, კიდე ცალკე არის და სავარაუდოდ 10000 ნაბიჯი დავდივარ, ხო მე აპლიკაცია მაქვს, იქ მიწევს ყველაფერს. რამდენი ნაბიჯი გავიარე დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის დღე ყოველთვის რო რჩება, გამოვდივარ და 1 საათი დავდივარ ასე ვთქვათ. და მაგით ვშრები, არანაირ დიეტას ვიცავ, ვარჯიშს ვიცავ, ნაბიჯებს ვაკეთებ, არანაირ დანამატებს არ ვსვავ, კრეატინსაც კი არ ვსვავ ახლა ამჟამად, მარტო ვსვავ, ყავას ვსვავ ასე ვთქვათ და გამოვიწერე სიტრულინა მალატო არის მარტო ეგ მაგას ვსვავ, ცოტა დაღლილობაც გიშლის, დანარჩენი არაფერს არ ვსვავ, არანაირი დანამატები არც ცილა არაფერი და არც გასაშრობად არაფერს არ ვსვავ, მაგრამ სისულელი არის, ხალხი კი აკეთებს, მაგრამ თუ კარგი ვარჯიში არ გაქვს, თუ კარგი დიეტა არ გაქვს, არანაირი პროგრესი, არანაირი შედეგი არ მოყვება მაგას სიმართლე გითხრათ, არ დაუჯეროთ, რომ რაღაც დანამატები უნდა იყიდოთ, ან ცილა, ან მაგნეზიო, ან კოლაგენი, ან რაღაც, სისულელებია. გინდაც კრეატინი. ესპანეთში უფრო იაფია ეს ყველაფერი, საქართველოში ძალიან ძვირი ეგ ვიცი და არანაირად არ ვთქვათ, რომ არაც წვრთნელმა რომ გამოგიწეროთ ეს აუცილებელი არის შედეგებისთვის, ძალიან სისულელი არის. ხო გეუბნებით, მე ერთ თვეში ფაქტიურად თვე ნახევარში 6 კილო დავიკელი, ყველანაირი დანამატების გარეშე.
კიდე წინაზე ახლა უბრალოდ არ ვიწერდი მაშინ, წონაში ვიმატებდი, არანაირ არაფერს არ ვსვავდი, კრეატინს ვსვავდი ხოლმე, როცა მახსოვდა. ეგ იყო და ეგ. და არც ცილას ვსვავდი არაფერს, ჩვეულებრივი დიეტა მქონდა, ბრინჯი და მაკარონი, კარტოფილი და სალათი ვჭამდი და ცილას დაჟე ცილას ვჭამდი ხოლმე დღეში 200 გრამ საკათმისფრის, დანარჩენს არაფერს არ ვჭამდი, მაგრამ არანაირი ცილა, ეგ იყო ჩემი ცილა. პროტეინი, იმიტომ რომ კარო ნახშირწყლებს რო ჭამთ უკვე ასე ვთქვათ, ცილა აქვს და ანუ იმ ცილის საკმარისი არის ასე ვთქვათ. ეხლა იმიტომ რომ მე ძალიან ბევრს ვჭამდი, როგორც 1500 კალორიას ვჭამდი და იმაში უკვე ძალიან ბევრი ცილა იყო და ცილას ვჭამდი 1.2 გრამ წონაზე ასე ვთქვათ ცილას. და 1.2 გრამ ცხიმს და ზეითუნის ზეთს, ანუ 10 გრამს ვჭამდი, ვასხავდი სალათს და დანარჩენი იყო ნახშირწყალი. დღევანდელობით, ანუ გამოკვლევებით და ჩატარებით ყველაფრით თავარი არის ნახშირწყალი და ცილას ყველა ვარიანტში იღებ, როცა ნახშირწყალს წამს. ძალიან ბევრი მაგდალეული დანამატები, მე მგონა რომ პროგრესი ქონდა სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი, არანაირი პროგრესი არ გექნებათ თუ არ გაქვთ დაპროგრამებული კარგი ვარჯიში, სიმართლე გითხრათ. და მთავარია ვარჯიშით დაპროგრამებული. იქით კვირას ვიცი სავარაუდოდ რას გადავიღებ, მაგრამ იქ ანუ ზურგის გარდა ყველა სხვა იმაში, ანუ უფრო მეტი ცვლილებები მაქვს და იქაც აგიხსნით, რომ თქვენც როგორ ისწავლოთ და როგორ დააპროგრამოთ, ასე ვთქვათ, ზაფხულში, რომ მეტი პროგრესი გქონდეთ. მაგითო გამოიწერეთ გვერდით და ლაიქით, გააზიარეთ, რომ სხვებმაც ისწავლონ ვარჯიში. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, ან რამეში კითხვა გაგიჩნდებათ და კომენტარით დავლა და პასუხს გაგცემთ და დიეტასთან დაკავშირებით, ვარჯიშთან დაკავშირებით, ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით. წავედი ახლა სახში, ამ ვიდეოს ეხლავე გავაკეთებ და უნდა ავტვირთო, იმიტომ რომ დღეს ამ კვირას არაფერი არ ამიტვირთია და უნდა ამეტვირთა, გუშინ ვერ ვივარჯიშე, გუშინ დაბადების დღეზე ვიყავი ასე ვთქვათ და მაგიტომ ამას დღეს ნახავთ. დღეს ვერ გადავიღებ, დღეს ხე ნახავთ.